მოგესალმებით შემოკარგებო, მოგესალმებით ჩემოერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და მოდი დღეს ჩვენ ვნახოთ ექსპრეს გაშლით რა გრძნობები აქვს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. რას გრძნობს, როდესაც ფიქრობს თქვენზე, როდესაც ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე, რას განიცდის. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ სიყვარულზე არ გვექნება საუბარი. ზოგადად, მის განცდებზე, მის გრძნობებზე ვისაუბრებთ. იქნება 4 ვარიანტი, შესაბამისად ირჩევთ ერთ-ერთ ვარიანტს და უსმენთ პასუხს. სამდე დავიწყებ გაშლა, შეგახსენებთ, ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ, უბრალოდ მწერთ WhatsApp-ში ან Viber-ზე. ნომერი 5111318 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტაროს სამყაროს Facebook გვერდზე, Messenger-ში. მაშ ასე დავიწყოთ, გვექნება 4 ვარიანტი, როგორც გითხარით. აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი, თან განეწყვეთ გაშლისთვის, მოგცემთ დროს, რომ შეძლოთ არკანის არჩევა, დაგეხმარებით მინერალებითაც, მოდი ასე მოვწიო, მე მგონი ჯობია, რომ უფრო კარგად ჩანდეს. ესე იგი გვაქვს 4 ვარიანტი. მოდით პირველი ვარიანტი იყოს პირიტის გული. მეორე ვარიანტი იქნება ამეთვისტო. მესამე ვარიანტი იყოს ფირუზი. და მეოთხე ვარიანტი იყოს თისბროლი. აი ეს გვაქვს 4 ვარიანტი. აირჩიეთ ერთ-ერთი, შეგიძლიათ მინერალით აირჩიოთ. სულ ერთი აკნებავთ ციფრების მიხედვით და ვნახოთ რას გრძნობს, რას განიცდის ეს ადამიანი, როდესაც ფიქრობს თქვენზე და თქვენს ურთიერთობაზე. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი და პირიტი, ჩვენი პირიტის გული. და დასაწყისში რა შეგვიძლია ვთქვა, ძალიან ბევრს ფიქრობს სხვათა შორის ეს ადამიანი თქვენზე და თქვენს ურთიერთობაზე. ნამდვილად ფიქრობს, აქ კითხვაც არ არის და ცდილობს ერთგვარ კონცენტრაციას, ცდილობს რაღაცაზე არის დაკვირვებული, თითქოს რაღაცა გადასაწყვეტი აქვს, მოსაფიქრებელი აქვს, დასალაგებელი აქვს, ხომ? კონცენტრირებულია, მთელი მისი ყურადღება, გრძნობები გამოჩნდა თან აქ და ხო, უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანს თქვენს მიმართ გრძნობები აქვს, ხო? მთელი მისი ყურადღება, მთელი მისი ემოციები, გრძნობები მომართული არის თქვენსკენ, ამ ადამიანს თქვენ უყვარხართ, ამ ადამიანს გრძნობები აქვს და ის ძალიან ბევრს ფიქრობს ამ ურთიერთობაზე. თითქოს საინტერესოა, რომ იცით რა არის, რაღაცა თანხმობას უნდა მიაღწევთ. აი, იცით, ყველაფერი კარგად ვერ იქნება, ხო? აქ გვიჩვენებს, რაღაცა ისე ძალიან მკვეთრად გვიჩვენა, რომ მას გრძნობები აქვს, ისე ძალიან მკვეთრად გვიჩვენა, რომ მას ემოციები აქვს თქვენს მიმართ, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს. რაღაცა იქნებოდა. ეხლა ჩვენ რისი ტაროს სამყარო ვარ თუ არ ამოვქეკეთ, ხომ, რაღაცა. და აი, ამოვქეკეთ ესეთი რაღაცა, რომ თითქოს მას სურს და აუცილებლად ჭირდება სიცხადის შეტანა ამ ურთიერთობაში. ალბათ თქვენთვისაც საჭირო არის ეს, ხო? იმიტომ რომ ალბათ ტყუილად არ ვამბობ, იმიტომ რომ თქვენც, ხო? იმიტომ რომ აქ საჭირო არის რაღაცა შეთანხმებას უნდა მიაღწიოთ ერთად. თუ ამ შეთანხმებას მიაღწევთ, შეიძლება რაღაცა პრობლემა გაქვთ, ახლა ეს ჩვენი სასაბულბრო თემა დღეს არ არის, მაგრამ შეიძლება რაღაცა პრობლემა გაქვთ, გადასალახი რაღაცაზე უნდა მოილაპარაკოთ, რაღაცა გადასაწყვეტია აუცილებლად. აქ თქვენთან მოსაგვარებელია რაღაც საერთო შეთანხმებამდე ერთ აზრზე უნდა იყოთ რაღაცასთან დაკავშირებით და ეს ნიშნავს შემდგომში, რომ მერე უკვე ესეთი საერთო გზა გაქვთ, ერთიანი გზა გაქვთ და იქნებით ერთად. მაგრამ მანამდე აქ საჭირო არის რა, ხო? ეს ადამიანი თითქოს ფიქრობს ბევრს, მაგრამ ჩვენი გაშლის თემაც ეს არის, გვაინტერესებს ჩვენ რას განიცდის, რას გრძნობს ეს ადამიანი ამას მოკლედ და კონკრეტულად, რომ ამ ადამიანს თქვენს მიმართ გრძნობები აქვს, საკმაოდ ძლიერი, მას ძალიან უნდა რომ სიცხადე იყოს შეტანილი თქვენს ურთიერთობაში, რაღაცები გამორკვეული იყოს და გარკვეულ შეთანხმებას უნდა რომ ძალიან მიაღწევთ, ძალიან უნდა რომ რაღაცაზე შეთანხმდეთ. აი, ვინც ნაჩხუბრები ხართ, რაღაცა პრობლემები არის, დაშორებულები ხართ დროებით, ხომ, ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ ისევ გაერთიანდეთ და ცხოვრების გზა ერთად გააგრძელოთ. აი, ესეთი არის პირველი ვარიანტი.
ნახოთ, რას გვეტყვის ახლა ჩვენ მეორე ვარიანტი, იმედია მოგეწონათ და პირველ ვარიანტებზე ველოდები თქვენს გამოხმაურებას შემოკარგებო. მეორე ვარიანტი არის ამეთვისტო ვინც შეარჩია და რა არკანი უნდა ამოსულიყო თუ არა ეს ამეთვისტოსთან ერთად. რას გრძნობს სიმშვიდეს, სულიერ სიმშვიდეს გრძნობს ეს ადამიანი, როდესაც ფიქრობს თქვენზე, ხო? ან როდესაც თქვენს გვერდზე არის ეს ადამიანი სულიერ სიმშვიდეს გრძნობს. ან თქვენს გვერდზე ყოფნა ამ ადამიანისთვის სიმშვიდის მომტანი არის. ერთგვარი შეიძლება ნავსაყუდელი ხართ, თავშესაფარი ხართ მისთვის და თითქოს მშვიდდება. როგორც ჩანს, აქაც მეორე ვარიანტებში, ისევე როგორც პირველში, ჩანს რაღაცა გარკვეული პრობლემები ურთიერთობაში და ის ძალიან ნანობს. თუ მან გაწყენინა თუ რაღაცა ეხა გაურკვევლობა არის თქვენ შორის და პრობლემები არის, უნდა იცოდეთ, რომ ის ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, ძალიან ნერვიულობს და მისთვის ეს ყველაფერი არის ძალიან მტკივნეული. ფიქრობს, რომ დროებითია ეს ყველაფერი, მას იმედი აქვს, რომ დროებითია და ასევე თვლის, რომ თქვენ ხართ ერთი მთლიანი. აი ამის იმედი აქვს, თვლის, რომ აი ეს წუხილი, ეს დარდი, რომელიც თქვენთანაც არის და მასთანაც არის, ხო? აი ერთგვარ აი მაინც მოკლედ მინდა რომ აქ ხაზი გაუსვა, ხო? პასუხს ჩვენ შეკითხვაზე რას გრძნობს. როდესაც ეს ფიქრობს თქვენზე, აი სითბო ეღორება მას გულში, ხო? რაღაცნაირად მშვიდდება და ამავდროულად მისთვის არის ძალიან მტკივნეული, იმიტომ რომ რაღაცას ძალიან განიცდის, რაღაცას ძალიან ნანობს ეს ადამიანი, რაც არ ვიცი, ჩაიდინა თქვენთან მიმართებაში, ან რაც მოხდა თქვენ ორ შორის, მაგრამ მაინც იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი და თვლის, რომ თქვენ ხართ ერთი მთლიანი, რომ თქვენ ერთად უნდა იყოთ. აი, ყველანაირად გაიგივებთ, კი, ყველანაირად გაიგივებთ იმასთან, რომ თქვენ ხართ ერთი მთლიანი და მას ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ თქვენც გაიგებთ სიმართლეს, რაღაცა დაფარული არის აქ. რაღაცა თქვენ ბოლომდე არ იცით, არის რაღაცა, რაც დაფარულია არის, აი რაც თქვენ ხელს გიშლით, ეს არის დაფარული, ჯერ თქვენ ეს ყველაფერი ბოლომდე არ იცით, ხო? და მას იმედი აქვს, რომ ეს სიმართლე აუცილებლად გამოვა და იხილავს ფრის სინათლეს. აი ესეთი არის მეორე ვარიანტი. ველოდები მეორე ვარიანტებისგანაც გამოხმაურებას. მართალია მოკლე გაშლები გვაქვს, მაგრამ მე მგონი ძალიან ინფორმაციულია, საკმაოდ ინფორმაციას აძლევს მსმენელს დასმულ შეკითხვებზე. მესამე ვარიანტზე გადავიდეთ ჩვენ ახლა მესამე ვარიანტზე, ფირუზი ვინც აირჩია და ვნახოთ რა ხდება აქ. რას გრძნობს, რას განიცდის ეს ადამიანი, როდესაც ფიქრობს თქვენზე და ნახეთ როგორი რაღაცა ამოდის. მე მგონი თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ მისთვის ვისგანაც მას შეუძლია რომ მხარდაჭერა მიიღოს. ძალიან დიდ მხარდაჭერა, ძალიან დიდ თანადგომას და გვერდში დგომას გრძნობს თქვენგან. ხართ ერთად არ ხართ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აი თითქოს იცით როგორ არის, სულ რომ ერთად არ იყოთ, ეს ადამიანი დარწმუნებულია იმაში, რომ თქვენ მას არ გაყიდით, რომ თქვენ მასზე აუქს არ იტყვით, რომ აი არ ვიცი, ძალიან დიდ მხარდაჭერას გრძნობს პირველ რიგში ეს ადამიანი თქვენთან, თქვენი მხრიდან. თქვენ ამ ადამიანს ეს ადამიანი თვითონ პრობლემებშია. ეხლა მას მის გარშემო ძალიან ბევრი პრობლემა, იყო კიდევ ძალიან ბევრი პრობლემები და ის ფიქრობს, რომ ბევრი რაღაცა თქვენ გადაალახინეთ, ბევრი რაღაცა თქვენ შეაცვლევინეთ და წაიყვანეთ უკეთესობისკენ და სწორედ თქვენი გვერდში დგომის, თქვენი თანადგომის დამსახურებაა, რომ ის აქ სადაც მოვიდა და მოაღწია, მოკლედ. მოაღწია, მოვიდა, იმიტომ რომ აშკარად პრობლემებში არის ეს ადამიანი.
კი, პრობლემებში არის ეს ადამიანი, ის ეხლა უბრალოდ არ მოქმედებს, აი მესამე ვარიანტი, საინტერესო არის თქვენი კომენტარები, რა მდგომარეობა არის თქვენთან, იმიტომ რომ აგვიჩვენებს, რომ ეს ადამიანი თითქოს იძულებულია, რომ მიყვეს დინებას, რაღაცა ესეთი მკვეთრი ნაბიჯები არ გადადგას, რაღაცა გადაწყვეტილებები არ მიიღოს, შეიძლება თქვენ ელოდებით მისგან რაღაცა მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რაღაცა ცვლილებებს, ხო, მარტო თქვენ არა შეიძლება სხვებიც, მაგრამ ეს ადამიანი ეხლა უბრალოდ მიყვება დინებას. უბრალოდ მიყვება დინებას, იმიტომ რომ თითქოს მას სხვა გამოსავალი არ აქვს. თუმცა არ ვიცი, ალბათ სასწაულის იმედი აქვს. ოპტიმიზმს ეს ადამიანი მაინც არ კარგავს. უბრალოდ მას სხვა გამოსავალი არ აქვს. აი სწორედ თქვი, მას უბრალოდ ეხა სხვა გამოსავალი არ აქვს, იმიტომ მიყვება დინებას, თქვენთან ურთიერთობაში, თქვენთან მიმართებაში ვამბობ, რა თქმა უნდა, უბრალოდ მიყვება დინებას და მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი, იმიტომ რომ აშკარად რაღაცა არ ვიცი, რა სასწაულს ელოდება, რას ელოდება ეს ადამიანი, რომ აი ამ მდგომარეობიდან გამოვა და რაღაცა სხვანაირად იქნება ყველაფერი, ხო? მუსიკა ჰანგები იღვრება მის სულში და გულში, როდესაც ფიქრობს თქვენზე და თვლის, რომ თქვენ მისთვის მონათესავე სული ხართ. სადღაც შეიძლება კიდევ კარმული ურთიერთობა იყოს მესამე ვარიანტებში. არ ვიცი მას რამდენად ჯერა ასეთი რაღაცეების, ხო, მამაკაცებს ნაკლებად, მაგრამ აი სადღაც შეგვიძლია თქვათ, რომ შეიძლება კარმული ურთიერთობა. თქვენ მისი გადამრჩენელი ხართ, ნუ აღიარებს კიდევაც ამას, ხო, ამბობს კიდევაც, რომ ისეთი მხარდაჭერა, როგორც თქვენგან ქონდა, ისეთი თანადგომა, როგორც თქვენგან ქონდა, ამ ადამიანს არავისგან არ ქონია. აი რას გრძნობს ჩემო ძვირფასებო, ველოდები თქვენგანაც მესამე ვარიანტები ფიროზი ვინც შეარჩია, თქვენგანაც ველოდები გამოხმაურებას კომენტარებში, საინტერესოა ეს ყველაფერი, როგორ რეზონირდება თქვენთან. და გადავიდეთ მეოთხე ვარიანტზე. ვინც შეარჩია თიზბროლი და ნახოთ რა ხდება აქ. ნახოთ რა ხდება აქ, რატო არის ეს ადამიანი ეჭვებში, ეჭვიანი ადამიანია თუ უბრალოდ ეხა არის რაღაცების ეჭვებში, რატო კლავს მას, რატო ჭამს ეს ეჭვიანობა. ნება, ძალიან დიდი ნება აქვს მას, ძალიან ეჭვიანობს თქვენზე. რაღაცაზე ვერ თანხმდებით თქვენს. აი ნახეთ მეოთხე ვარიანტი საინტერესო არის იმით, რომ იცით როგორ არის, აი ვერ ხდება, თვითონაც ვერ ხდება ეს ადამიანი, რატომ იზიდავთ თქვენ მას ესე ძლიერად. სადღაც შეიძლება თავის თავზეც ბრაზდებოდეს ხოლმე, ხო? აი საკუთარ თავთან ბრძოლებში არის, რომ აი ესე არ უნდა იყოს, ფიქრობს და თვლის, რომ ესე არ უნდა იყოს, რომ ესე ძალიან არ უნდა იყოს. რაღაცა მომენტებში, რაღაცეებზე არის ძალიან ჩაციკლური თქვენთან. რაღაცა შეიძლება ეჭვიანობის სცენებსაც დგავს. აი ეს განცდა, მისი განცდა არის ეჭვიანობა, საშინლად ეჭვიანობს, ძალიან აღელვებულია ეს ადამიანი ახლა. და თითქოს უნდა რომ იცით რა არის, აი ეს ეჭვები გაქარწყლდეს, რაღაცა არ არის რაღაცეებში დარწმუნებული და უნდა გაიგოს სიმართლე. აი რატო ამოდის ესე, აი ეს არის საინტერესო მეოთხე ვარიანტში, ძალიან საინტერესოა რა ხდება. ნუ ეჭვიანი რო არის, ამაზე ორი აზრი არ არის და რო ეჭვიანობს თქვენზე და საოცარი ნება რო აქვს თქვენს მიმართ, ორი აზრი არ არის. უბრალოდ აქ ნახეთ ხო, აი თქვენ ორ შორს აი რაღაცა თანხმობა ვერ ხდება, თანხვედრა ვერ ხდება, შეიძლება რაღაცეებში, იმიტომ რომ თქვენ ხართ როგორც ცეცხლი და წყალი. ხო, ერთი მეორეს აშრობს, მეორე პირველს აქრობს, აი რაღაცა ორი ესეთი დაპირისპირებული სტიქის ნაზავი ხართ ერთად და ისე ვერ გამოდის ხოლმე ყველაფერი როგორც გინდათ და ამის გამო მე ეჭვებში ვარდება, რომ აი სხვა ხო არ ყავთ, ან იქნებ ამას ივიწყებთ და თვითონ
ძალიან მძიმე განცდებში ეს ადამიანი. იმიტომ რომ მე მგონი მასთანაც ასეთი პრობლემები არის იმისი, რომ მეოთხე ვარიანტში უმეტესობა აქ წესით ეხა დაშორებულები უნდა იყოთ. ეხლა აქ რასაც გვიჩვენებს მეოთხე ვარიანტი არის წყვილისთვის, რომელიც ეხლა არის დაშორებული. და აქედან გამომდინარე ეს რაღაც არანორმალური ვნება, არანორმალური სურვილი თქვენთან ყოფნის, რაღაცების გაგება რო უნდა. თან იცით როგორ არის აი თითქოს ერთმანეთთან რომ მოდიხართ, მაშინვე რაღაცა მოკლე ჩართვა ხდება. შორის ერთმანეთისგან იტანჯებით, ახლოს ხართ, შავდღეში აგდებთ ერთმანეთს. და იცით რა არის, აი თითქოს ამ ადამიანმა დაკარგა აი ამ ურთიერთობაში, არ ვიცი, საკუთარი თავი, ან შეიძლება ამის თქმა უნდა, ხო, რომ აი ამ ეჭვიანობის, ამ რაღაცა მისი მხრიდან უნდობლობის გამო მოხდა ის, რომ გეუნებათ, რომ აი საკუთარი თავი დავკარგეო, ხო, მე არ ვარ. რაღაცა დამემართა, მე არ ვარ და იმიტომ ვიქცევი ესე. თითქოს იმის თქმაც უნდა, რომ რაღაცა გაწყვიტა. არ ვიცი, აქ მესამე პირი იყო და შეიძლება გაწყვიტა ურთიერთობა. ჩამოიშორა, ან უნდა რომ ჩამოიშოროს მესამე პირი. აქ ძალიან არეული განცდებია შემოგარგებო. მაგრამ ყველაფერი თქვენთან კავშირში, აბსოლუტურად ყველაფერი თქვენთან კავშირშია. სულ, აი ყველაფერს თქვენთან აკავშირებს, აი თქვენთან როგორ იყო, აი ესე რო ყოფილიყო, რომ დაეჯერებინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის თulis რომ აი ყველა გზა თქვენსკენ მოდის. თუ რამე ცუდი ემართება გონია რომ თქვენს გამო დაისაჯა. თუ რამე კაი ემართება გონია რომ ესეც თქვენი დამსახურება. აი რაღაცნაირად ვერ ხდება, განზიდვა ხდება თქვენი. ეს ადამიანი ჯერ კიდევ აი ხანს ესე ცალკე იქნება, იმიტომ რომ აქ აშკარად პრობლემებია. ეს საკუთარი თავის ძიებაში არის, საკუთარი ენერგია დაკარგა ამ ადამიანმა, საკუთარი ენერგიის ძიებაში არის. და განცდები მართლა ძალიან ძლიერი აქვს. შეიძლება ესეც ვთქვათ, რომ უთქვენოდ საკუთარი თავი დაკარგა. შეიძლება ესეც ვთქვას. კარგი, შემოგარგებო. მე მგონი აქაც ბევრია ნათქვამი. მეოთხე ვარიანტებსაც ველოდები. კომენტარებში როგორ რეზონირდება თქვენთან. საინტერესოა. ჩემი მხრივ ყველას დიდი მადლობა, შემოგარგებო რომ ხართ კაროსთან ერთად, რომ ურებთ ჩემს გაშლებს. განსაკუთრებული მადლობა გამომწერებს, ყველას ვინც აქტიურობს, კომენტარებს წერს, ვისაც გამოწერილი აქვს ჩემი არხი, ვისაც მოწონებული აქვს, ვისაც არა და სტუმრად შემოილის ხოლმე, მათაც მადლობა სტუმრობისთვის. თუ გამოიწერენ და მოიწონებენ ჩემ არხს, კიდევ უფრო მეტად მადლიერი ვიქნები. მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.